გილოცავთ კოცებო. ამერიკის კონგრესმა ბორია ივანაშვილი ამერიკის მტრად გამოაცხადა. რამდენიმე საათის წინ კონგრესში დაამტკიცეს ეროვნული უსაფრთხოების ავტორიზაციის აქტი, სადაც საქართველოს შესახებაც არის შესაბამისი მუხლი. ამ მუხლში წერია, რომ კონგრესის აუცილებლად უნდა წარედგინოს შეერთებული შტატების სპეცსამსახურების მიერ ჩატარებული გამოძიება, რამდენად არის ინფილტრირებული საქართველოში რუსეთის, ჩინეთის და ირანის სპეცსამსახურები და რამდენად ეწევა ბორია ივანაშვილის რეჟიმი ანტიამერიკულ საქმიანობას, ანუ თანამშრომლობს ირანთან, რუსეთთან და ჩინეთთან ამერიკის წინააღმდეგ. ეს დაფეთებულმა კობახიძემ ჟურნალისტებთან მონათლა როგორც ერთი კაცის ახირება, ანუ ეგ ჯო უილსონის ჩანაწერი არისო. ცოდო კობახიძე ჯო უილსონი რაც არ უნდა ახირებული იყოს, ის არის ერთი კონგრესმენი, მაგრამ როდესაც მთელი კონგრესი იზიარებს ერთი ახირებული კაცის შესწორებას და ჩანაწერს, ეს ნიშნავს, რომ მთელი კონგრესი აგიხირდათ. აი ამიტომაც ვამბობ, რომ ამერიკის კონგრესმა ამერიკის მტრებად გამოგაცხადათ. ამისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა ხო სიტუაცია, რომელიც შესახებაც მე ნაბიჯ-ნაბიჯ გაფრთხილებდით. ამას დაუმატეთ ისეც, რომ თქვენი ბორია ივანაშვილი დღემდე არის დონალდ ტრამპის მიერ სანქცირებული. ანუ დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა და გააგრძელა იმ ფინანსურ სანქციებს, რომელიც ივანაშვილის ჯო ბაიდენმა დაუწესა. ახლა მითხარით, როგორ აპირებთ ამერიკასთან ურთიერთობის დალაგებას, როდესაც კონგრესში გლობალური უსაფრთხოების ეროვნულ აქტში, თავდაცვის აქტში, ერთ-ერთ მთავარ ყველაზე არა უსაფრთხოების დოკუმენტში შავი თეთრზე წერია, რომ საქართველო ამერიკის მტრების მხარეს არის და ამის შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენას თხოვს კონგრესს, ЦРУ-ს და ამერიკულ სხვა სპეცსამსახურებს. დასკვნა ვინც კიდევ სვამს კითხვას, აბა რა მოგვიტანა ბოიკოტმა, ეს ლელოები და გახარიასტები რო არიან სულ გაყიდული კიკუ იუდები. აი ეს მოგვიტანა ბოიკოტმა. აი ეს მოგვიტანა არაღიარების პოლიტიკამ. აი ეს მოგვიტანა არალეგიტიმიზაციის პოლიტიკამ, რასაც ვეწევით ამდენი ხანი.